გუნდებით, სტუმრებთან ერთად. ეხლა საშუალება გვაქვს გავესაუბროთ გიორგი ფსქიალაძეს, მწვანეების წევრს. გიორგი, რატო ხარ დღეს აქ? რატო გადაწყვიტე რომ თბილისიდან ჩამოსულიყავი დღეს ქუთაისში აქციაზე? გამარჯობა, პირველში მადლობა რომ ამას აშუქებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ მედიაში არც თუ ისე ხშირად შუქდება ეს. ალბათ საქართველოში დღეს მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. პროტესტი ნამოხვან ჰესის წინააღმდეგ. ამ აქციაზე ჩამოსულია უამრავი ადამიანი, არიან ქუთაისიდანაც, თბილისიდან, რაჭიდან, სვანეთიდან, პანკისიდან. ფაქტობრივად მთელი საქართველო აქ არის შეკრებილი, რომ გააპროტესტოს ამ ყოვლად გაუგონარი ჰესის მშენებლობა, რომელსაც არ მაქვს არანაირი სარგებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხო? ჩვენ გვჩება ხელში განადგურებული გარემო, უნიკალური ბუნება, უნიკალური ეკოსისტემა, გვჩება ხელში ადამიანი, რომელსაც უნდა დატოვონ საკუთარი სახლები და მშობლების თუ წინაპრების საფლავები უნდა წამოვიდნენ იქედან და რის ანაცვლოდ, რა გვჩება ჩვენ აქედან სახელმწიფოს საერთოდ არაფერი არ რჩება და ის იქნება საუბარი ხელშეკრულებაზე, რომელიც არის დადებული, რომელიც არის კაბალური ხელშეკრულება, არის წამგებიანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ყველაფერს კარგავ ჩვენ და არის მოგებული რაღაცა გაურკვეველი წარმომავლობის უცხოური კომპანია, რომელსაც უნდა ნახოს ფინანსური მოგება ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის, ეკოლოგიის და ხალხის განადგურების ხარჯზე. ამიტომ არ აქვს და ამიტომ არის აქ უამრავი ადამიანი და უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ბევრი ადამიანია და ქუთაისში ამდენი ადამიანი ძალიან დიდი ხანი აქციაზე არ ყოფილა და მიხვდნენ რა შარში არიან ხელისუფლებაში. და ამ გმირ ადამიანებს, რომელთაც უკვე 126 დღეა ამ სიცივეში ღამეებს ათენებენ, იცავენ ჩვენს მიწას, რომელიც კოლექტიურად ჩვენს გვეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, მოусმინონ ამ ადამიანებს და დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი და არა რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის უცხოური თუ ადგილობრივი მნიშვნელობა არ აქვს, კერძო კომპანიის ინტერესი. უღრმესი მადლობა.